ხალხი ძალიან დაბნეულია რაღაც სიტუაცია ესე გვცნობ, გაიგე, რაღაც აიჭრასავით რა, რაღაცა ეს მიზან მიმართული ერთობა, გაიგე, რაღაც ენერგიით ხდებოდა, აი თითქოს ეგ ნაკლებია, გამიგეთ და რაღაც ძალიან აჭრასა აქ ადგილი. და ეგ არ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში, გამიგეთ, არ უგდოთ ყური პოლიტიკოსების გამონათქვამებს, იმიტომ რომ ისეთი ჭრელი სისულელეა, იმიტომ რომ მაგენი არიან ჩათხრილი თვითონ პოლიტიკაში, მაგათ არ შეუძლიათ ზემოდან დაინახონ და რაღაცა ესე სულიერი განსულოვნებით დაინახონ სიტუაცია, გამიგეთ და მარტო ეგ შველის. ეთიკა იმდა გაიხსენოთ დიდი ვიღაც ესეთი პოლიტიკური არსებები, როგორც თქვა განდი იყო, ან ვიღაც ვინც შეელოთ რა ესე დაინახათ ეს მოძრაობა, სხვათა შორის ეგ ნიშასაც არ აკლდა, აი ზემოდან დანახვა რაღაცნაირად და აი გძნობა რომ აი საითმე ემართება ენერგია და საით უნდა წავიდეს და რა აი ეცადეთ თქვენ თვითონ ინდივიდუალურად ყველა მიგძნოთ ეგ და ისევ გაერთიანება ბოლომდე მოხდეს. სხვანაირად გაგვედება, გამიგეთ და ეს რაღაც გამოთქმები იდიოტური ეს ვიღაცა რა გვარია ეს ხაზარაძე გამოდის და მე როგორ წავიდოდი ამერიკაში რომ ვიღაცაებისთვისო ვითხოვო სანქციებიო მე პირიქითო მე მინდაო რომ ეს ბიზნესიო დადგესო კიდევ უფრო ფეხზეო ესე კი ეს სუფთა შტერია იმიტომ რომ გაიგე ეს არის ნამდვილი რევოლუცია და რევოლუცია იწყება ნოლიდან ისევ სხვა გზა არ არის ჩვენ უნდა გავიაროთ ეგ აქ არ არის კომპრომისული გადაწყვეტილებები ვერ მოხდება უბრალოდ გამიგეთ კომპრომისული გადაწყვეტილება იმიტომ რომ შეუძლებელია ოცნების გარყვნილებას რამენაირად ესე კი შეუთავსო ის რაც დღეს ხდება მოქალაქეთა გულებში შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის აი როგორ გითხრათ, წმინდა მოძრაობაა რა, ეს არის აი ნამდვილი, აი მართლა თავისუფლების ის კი რა ამათ რომ უნდა თავისუფლება ხაზარაძეს რომ ბევრი ფული გაკეთეს და საქართველოს რაღაც გამდიდრდეს, ეგ არ არის, დღეს ბევრად მეტია მოძრაობის თვითონ ხარისხი. ეს ხარისხი არის აი ეს მართლა თავისუფლების და აი გამონთავისუფლება ამ ჭუჭყისგან, იმიტომ რომ ეგენიც ჭუჭყია, გესმით, ესე კი ბიზნეს თავისი ადგილი უნდა კონდეს და სულიერ მოძრაობას თავისი და ჩვენ ეხლა უნდა გადავძლიოთ აი ამ სულიერი მოძრაობით, აი ამ გატანით. და ეგ არის ერთადერთი რაც მართლა გაგვიტანს მეორე მხარეს ჭუჭყი უნდა მოშორდეს აი ამათი პოლიტიკანობა ეგ უნდა შეგზიზღდეთ აი ეს პოლიტიკანობა აი ესეთი სასწაული მე არ მინახია ეს რაღაცა ხუთი გირჩი რო იჯდა და აქეთ ერთი მელია და რაღაც ერთმანეთს ისევ უყებდნენ უბრალოდ უყებდნენ შენ არაფერი არ ხარ შენ არაფერი არ ხარ მომავალზე არ ლაპარაკ მომავალს ტვინში მაგ ხალხს არ აქვს არც ადამიანების არც საქართველოსი არც კაცობრიობის არც საერთოდ სამყაროს მომავალი არზე არ არიან ეს პოლიტიკოსები უნდა გამოიწმინდონ წავიდენ საერთოდ სანამ არ გაჩნდება რაღაცა დიდი სუნთქვა დიდი რაღაც მოცულობებით აზროვნება გამიგეთ აი როგორი უნდა იყოს საქართველოს რას უნდა მივერთდეს რა არის იქ რასაც უნდა მივერთდეს იქ რა პრობლემებია ჩვენ როგორი რეაგირება უნდა გქონდეს რომ აი ეს დიდი მუხტი თავისუფლების და ნამდვილი ესე იგი დამოუკიდებლობის არ დაგვეკარგოს აი ასეთი რაღაც ეგ უნდა დაუბადოთ ჩვენ ბავშვებად ეხლა გამიგეთ და მაგათ უნდა თუ რაღაცა ჭიპლარზე რაღაცა მიაბან და ვიღაცას კიდე მიაბან ბიზნეს მიაბან თუ რუსეთს მიაბან თუ ამერიკას თუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რომ ჩვენ ვართ მონაწილე ცივილიზაციის და გვაქვს ეს დიდი მიზნები და დიდი გრძნობა რა არის თავისუფლება რა არის დამოუკიდებლობა რა არის ნამდვილი დემოკრატია აი ეს და ამ სულისკვეთებით უნდა გავიდეთ და ყოველ დღე უნდა გავიდეთ ამ სულისკვეთებით ეგ არის ერთადერთი პოლიტიკანებს და პოლიტიკურ რაღაცა ამ გამონათქვამ სიშტერებს დაანებეთ თავი მით უმეტეს თუ რაღაც ტერმინებს აბრახუნებენ იმიტომ რომ ამის უკან მათ გულში არაფერი არ დევს და გული უნდა იყოს ეხლა მოცემული და აი იქ რო გამოდიოდნენ საზმაუზე ვიღაცა უბრალო ხალხი აი მაგათ მეტი ბევრად მეტი აქვს და ძალა ენერგეტიკულადაც სისუფთავის გამო სიწმინდის გამო უმციკლობის გამო ვიდრე ყველა ამ პოლიტიკოს ერთად აღებულს გამიგეთ ეგ გამიგეთ და მიხვდით და თქვენში იპოვეთ ძალა გამიგეთ თქვენ უნდა განახორციელოთ ეს თქვენი ყოველი თქვენგანი სიტყვა არის უმნიშვნელოვანესი თქვენი განცდა აი ამისი რა არის თავისუფლება რა არის დამოუკიდებლობა თქვენგან უნდა ამოიზარდონ პარტიები ან სულაც უნდა იყოს
პირდაპირი დემოკრატია, აი დღეს დავდები მე, ვისაც გაინტერესებთ სტატუსი და ესე იგი მქონდა საუბარი ხელოვნურ ინტელექტთან და გააწყო ყველაფერი, რა არის პირდაპირი დემოკრატია, როგორ უნდა იყოს ეს უპარტიო თუ ჰიბრიდული პარტიებთან ერთად, ჩვენ არ გვჭირდება პარტიებთან და იმიტომ რომ ბანძია პარტიები, გესმით, არა აქვს ნიჭიერება, არა აქვს შემოქმედება, არა აქვს შემოქმედება ნიჭია, ეს არის ტავტოლოგია, გაუთავებელი წიწინი და ერთი და იგივეს მეორება და ვის გაუმეორებენ ამას, ერთმანეთს ებრძვიან და ერთმანეთს უწიწინებენ და წიწკნიან. ეგ არ არის, ჩვენ გვჭირდება უპარტიო პირდაპირი ესე იგი დემოკრატია, რომელიც არსებობს, რომელიც არის როგორც სტრუქტურა გაწყობილი და შეგვიძლია ავიღოთ და გავუკეთოთ ესე იგი adjustment-ი, ესე იგი ჩვენზე მოვირგოთ ეს და ეს უნდა გაკეთდეს და პარტიები არ გვჭირდება, უბრალოდ უნდა ამოიზარდოს ხალხიდან და აი ამ 300,000 კაციდან ვინც იყო გამოსული პატიოსანი წესიერი ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანები, რომლებიც შექმნა და არავის, ვინც კი იქნება მოწინავე პოზიციაზე, არანაირი რაღაცა ანაზღაურებები, დიდი და რაღაცა არავით არის. უბრალოდ ეს უნდა იყოს ადამიანის გულის ხმა. ეგ უნდა გავაკეთოთ და ეს შესაძლებელია და მე ვნახოთ, რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი. გამიგეთ რაზე მაქვს აქ ლაპარაკი, აი ამ მიმართვაში.